ლევან, შენი ჭირები. ახლა ჩამოხვედი? 7 საათზე მთაწმინდაზე ვარ. ო, შენ რა გითხრა, თავი მოგვანატრე, ბიჭო. მოვდივარ. მინა? ლევანი? სადა ხარ, ბიჭო? ამას მარტო მე ვერ გადავწყვეტ. დედას ელაპარაკე. ლევან. ქალბატონი თინათინი კი არა, თინიკო გელაპარაკება. ახლავე ჩვენთან გაჩდი. რატომ? თუ ეს აუცილებელია ერთი პირობით გამოუშვებ. 10 საათზე უეჭველად ჩვენთან უნდა იყო. სტუმრებს ველით. აზოვსტალის 500 ტონიან ღუმელებთან ჩვენი მარტენის ღუმელების სათამაშოდ მოგეჩვენება. ზაპოროჟიე. კარგად გიხედიალნი აღმაწილო. ფოლადის დნობის ყველა ხერხს ვეცნობოდი. მომავალ კვირას მარტენის საამქროდან ერთი ცვლის უფროსი გადადის ქარხნის ცენტრალურ ლაბორატორიაში. მის ადგილზე დაგნიშნა. მე შენ მომეწონა. იმედია აზრს არ შემაცვლებინე. კარგად დაფიქრდი ლევან, რას აკეთებ? შენი ნიჭის და უნარის პატრონს რა უნდა ქარხანაში? ისიც ვერ მომინელებია მაშინ, რომ უარი თქვი ასპირანტურაზე. მეც არ მეგონა თუ ისევ ქარხანას დაუბრუნდებოდი. მართალი გითხრა მეც მაკვირვებს, შენი არჩევანი. 3 წელი იმიტომ ვიხრუკებოდი რუსეთის მეტალურგიულ ქარხნებში, რომ ახლა კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში დავიწყო ფუსფუსი. მე მეგონა თეორიული მუშაობა უფრო გიტაცებდა. იცი რეზო, რას ამბობენ მთავარსარდლები? მთავარის კი არა, მოიგო მეორე ხარისხოვანი შეტაკება. მთავარია მოიგო გენერალური ბრძოლა. ქარხანა გიყვარს? სიყვარული გამარჯვებას მოჰყვება ხოლმე. როცა დიდი რამე გაქვს ჩაფიქრებული, სიყვარული გვერდზე უნდა გადატო. მარინეს გაუმარჯოს. ჩემი სადღერძელო უკვე დაელია. მე რა რო დაელია, ხელახლა დავლიოთ. გაგიმარჯოს მარინა. გაგიმარჯოს მარინა. იცი ბედი გაყრის მალე უმარიდე ბოქშეს ლამას თვალე ჩვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს. არასოდეს ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ქარხანაში დაიწყებდი მუშაობას. სწორი ხარ, ლევან. ლაბორატორია არ არის შენი საქმე. მიხარია, რომ კვლავ ერთად ვიქნებით. ერთად ვიმუშავებთ. შენ ყოველთვის გრძნობდი ჩვენ სიყვარულს. მაგრამ არ მეგონა თუ ასე მიყვარდი. Леван, сколько лет, сколько зим. ხიბლავს შენი ყურადღება, პუნქტუალობა, გამოცვლილ ხარ, დამშენებულ ხარ. მიხარია რომ ამას ამბობთ თქვენ მშვენიერებისა და სათნოების სიმბოლო. ქალიშვილზე რას ვეთყვით? ო, მარინა ჭეშმარიტად მომხიბლავია. ვინც არ იცნობთ გაიცანით. ლევან ხიდაშელი. ინსტიტუტში რატომ არ შემოგვიარე? ნუ თუ ასეთი სენტიმენტალური გახსოვარ. პლატონ, რას გავს ეს? ჩაიცვი, გამოდი სტუმრებთან. მე შინ არა ვარ. ლევანს გადაუწყვეტია რუსთავში დაიწყოს მუშაობა. წარმოგიდგენია? მაგისგან ნამდვილად გამოვა კაცი. ქარხანაში? თუ ღმერთი გწამს გამოდი, ელაპარაკე, იქნებ შენ დაგიჯეროს. მე და ვიცოდე შენ რა გადარდებს. ვითომ არ იცი მე რა მადარდებს. ეგ აზრი თავიდან ამოიგდე. ლევან ხიდაშელი არასოდეს არ გაივლებს გულში ჩვენი ქალის ცოლობას. გაიცანით. ეს თქვენი ახალი ცulis უფროსია ლევან ხიდაშელი. ეს გახლავთ ჩვენი საამქროს ოპეროსტატი გიორგი მელაძე. ესენი ჩვენი ცulis ოსტატები არიან ვასო და არჩილ ხარაიძეები. ძმები გახლავთ ჩემო ბატონო.
კარგი ბიჭები არიან. ესენი კი ჩვენი მეფოლადეები. მეტრეველი. წინაცვლის ბიჭებს ალბათ ვაჟა გაგაცნობდათ. გავიგე შუაღამისას მოსულ ხართ ქარხანაში. დროზე მოუხსენებიათ ამ ხანაგოელის ვარ. მერე აქ რა არის საწყენი? განა საძრახისია მარტენის საამქროში გასვლის პირველ დღეს კაცი რომ ღელავდეს, ა? პირველ დღეს მე რუსეთის ქარხნებში მიმუშავნია და ყველა მარკის ფოლადი გამომიდნია. საწყენად არაფერი მithქვამს. ამ ხანაგო ლევან მეც ვიხუმრე ამ ხანაგოელის ვარ. ვარდიაშვილი. ჩართოლანი. კამრეგელი. თუ თქვენი სურვილიც იქნება აგერ, ვაჟას ვთხოვ, 2 საათი დარჩეს და წაგეხმაროთ. მე თქვენ ამას არ გაკადრებდით. ძალიან კარგი. აბა, საქმეს მიხედებ. ბიჭად ბიჭი კარგი ჩანს. 3 საათით ადრე მოვიდა. თვითონ უხელმძღვანელა ყველა ღუმელის ჩატვირთვას. ო, მაგარი ბიჭი შენს. მაგრამ ძალიანაც ნუ გათამამდება. მაგას და მაგისტრებს ინჟინერობა მხოლოდ ციგნები და თეორიები გონიათ. ნახავ, რამდენჯერ წაიტეხს კისერს. ეს პირველ დღესაზრება საკუთარი ტყავიდან. ყველაფერს ისრის თავისვით. იეჩება და დაცხრება. მარტო ჯარჯის ჩატვირთვაზე 4 ღუმელში საათნახევარი მოვიგე. ვიცი. აი შენბედოლათო. ჩატვირთვა 20 წუთში უნდა დამთავრდეს. ჩატვირთვა 20 წუთში დამთავრდება. თუჯის თადარიგს შეუდებ. ვერ ხედავ? როგორ არის საქმე? კარგად უფროსო. მეშვიდე ღუმელი უკვე 9 საათს ავზიანებს. ფოლადი ღუმელის ნაცვლად ციც განჟანგე და დროა მოხაჭე. დროში თუ ვერ ჩაეტევი, უსიამოვნო ლაპარაკი გვექნება. ესმის უფროსო. აბა ასე მუშაობა შეიძლება? ყოველთვის ჩვენ გვაძლევენ ჰერილიციუმის ამოდენა ლოდებს. აბა ერთი წამომყევი. რა ამბავი ამ ხანაგო? დახედე და მიხვდები. მე ფეროსილიციუმი გამჟანგველად მჭირდება, სახლს კი არ ვაშენებ. მე ადამიანურად ვერ იტყვი? არ დამიწყო ხო ტელეფონის საქმის კეთება. ამ ხანაგო! თქვენ რა, ჩემი გვარი არის, იცით? ლევან ხიდაშელი. ახლა კი საქმე. საკუთარი ფეხით მიბრძანდი და ისეთი ფეროსილიციუმი გამოგზავნე, როგორიც საჭიროა. ანალიზები მოვიდა? ანგანუმი შემცირდა. არაფერია, დაყვანის დროს მწვანე დიდიდან აღადგინეთ. ნადნობს როდის გამოვუშვებ? 20 წუთში. ის ბიჭი რა გვარია? რომელი? აი ის. მოგიანებს საცია მეფოლადის თანაშემწე. 2 საათია, უყურებ და კაპიკის საქმე არ გაუკეთებია. ბასტო ერთი დამიძახე. უფროსი გეძახის. გამინდაო. მიდი და მოგახსენებს. არჩი. ბასო, როგორ აგგონიათ, რომ მოვინდომოთ. მაგ ღუმელში ცვლის დამთავრებამდე კიდევ ერთ დნობას ვერ მოვასწრებთ. 4 საათნახევარში. 4 საათნახევარში. რა მოგაგაოცე? შეუძლებელია.
ასეთ მცირე დროში ჩვენ სამხედროში ჯერტნობა არავის გამოუშვია. ჩვენ გამოვუშვით. როგორც კი აბაზანაში თუჯს ჩავასხამთ, ნახშირბადის 60 წლის დასაჩქარებლად. 5 ატმოსფეროს წნევით. ღუმელში ჰაერის შემოყვანით. გასაგებია? გასაგებია. ბასო, შენი ღუმელებიდან თითო მეფოლადის ხელქვეითი მოხსანი და მე-7 ღუმელზე მიამაგრე. აბა, საქმეს მიხედეთ. გისმენთ უფროსო? შავი სათვალე თუ გაგიტყდა? ოსტატს რატომ არ უთხარი? ღუმელში რომ იცქირები, რატომ არ ხმარო? არ მინდა და არ ხმარო. მართალია? თუ არ გინდა, არც უნდა იხმარო. გატყობ გუნებაზე ვერ ახარ. თავს ცუდად ხომ არ აქვს ნა? არა უფროსო. ავატყობს რა მიგავს? იქნებ შინა გავსა. არაფერი უსიამოვნება არ მაქვს. უფროსო. მადლობელი ვარ. თუ არაფერი ტკივადა. არაფერი გიჭირს. გადი ისე იმუშავე, კაც რომ შეჰფერის. ვაიმე? იცოდე პირველად გაფრთხილებ და ამავე დროს უკანასკნელად. ნადნობს უშვებ. აუდიტორ. მაგვაშ ბატონს ყურადღება მიაქციე. კიდევ ერთი შენიშვნა და დამხმარე მუშად გადავიყვან. გასაგებია? გასაგებია უფროსო. შავა ხურაყ მაწილო. ნახოთ, ვინმე შეახურებს. მაშასე. ამ დნობას ორივე ერთად ხელმძღვანელობთ. დრო 4 საათი და 30 წუთი. და 15 წუთში ჩატვირთვა უნდა გათავდეს. ნუც არ გადავაჩნდენ. არჩილ, საკაზმე ეზოს მიხედე. დროზე იზრუნე მძიმე შემადგენლობაზე. ბასო, შენ კი ჰაერის შესაბერი დანადგარი და თუჯი მოამზადე. ეთარგმა დავკარგო. თქვენ რა დასასვენებლად გაქვთ საქმე? დუღილი ჯერ არ დამთავრებულა. ანალიზის დროს მოვიდა. აბა წაველი. მე-7 ღუმელზე რეკორდის დამყარებას აპირებთ. ვითომ და რატომაც არავ? ეს ხომ სენსაცია იქნება. იყოს, მე შენ რა გენაბლებ? მერთმა ხელი მოგიმართოს რა. ასანთი არა გაქვს? გაზი გამოლეულა. ასანთი? ჩვენთან ასე უკიდებენ. გამოვიყენოთ. ერთმა ციცხვით რა იყოს, მეორემ ძაბრი.
და მადანი. რას ერჩი? კარგი ბიჭი ყოფილა. ახალი ცოცხი კარგად გვიზველი მოატანს ქვიშას. მაგმაწვიმა ძალიან კარგად იცის, რაც ნიშნავს პირველი შთაბეჭდილება. მას 7 საათნახევარში ფიქრობენ ადგობის მიღებას. სადაცაა გამოუშვებენ. აბაზანას შაერ შეიყვანეს? 5 ატმოსფეროს წნევით. ხიდაშელს განზრახული აქვს შემდგომში გამოიყენოს ჟანგბადის შებერვის მეთოდი. ეს გაცილებით მეტ ეფექტს მოგცემს. დიდი ხანია მინდოდა ამ მეთოდის გამოყენება, მაგრამ თავი ვერ მოვადი. დავიჩთ, ვნახოთ სარეკორდო დროში გამოდნობილი ფოლადი. შენ ძმაო აღარ ხურო, მომილოცავს. რამდენ წუთში გამოუშვებ ნადნობ? 2 წუთში. სათახართ? თქვენ ოღონდ გამოუშვით. დანარჩენი ჩვენ ვიცით. ყველაფერი რიგზეა. მოემზადეთ გასაშვებად. საამქროს უფრო სიმოდის. რამდენი საათი მოანდომეთ ამ დნობას? 4 საათი და 35 წუთი. ო, ბოჭა. ეს შენ საამქროს რეგია. ბასო. რას მიბრძანებთ უფროსო? რას ევაჭრებოდ? სოფელში წასვლას ვაპირებ. ბავშვის დაბადების დღე მაქვს. ღვინო მინდა ჩამოვიტანო. არ მოყვება? მომყვება, მაგრამ 30 ბირს მიფასებს. მანქანის დარება თუ იცი? ავას ხარ არ ვიცი. ჯარში ავტონაწილში ვიყავი. ჩემი მანქანა წაიყვან. ეგ როგორ იქნება უფროსო? არ მიყვარს როცა კაცი იპრანჭება. უფროსო, კარგი, რაღაც მევაჭრები ვასი. რამე რომ იყოს, მობრძანდებით ჩემი ბავშვის დაბადების დღეზე. თუ დამპატიჟებ, რატომაც არა? მობრძანდით, ბატონო ლევან, მობრძანდით. ლევან, სხვახლა ვარ. გთხოვ დაბრძანდე. უხარხო მდგომარეობაში ნუ მაღალი. ეს არის იბილა. არა, ეს არ არის. ბიჭი ეზოში თამაშობს. აი ეს ბურთი მას გადაეცით. შენ რა ქვია? ეკა. აი ეს ეკას. მადლობ. მობრძანდით ლევან. აქეთ მობრძანდით. მადლობ. ჯარიმა დავალევინა. ვაი, შეს პატრონს. ამ სასმისით მოდი შემოსრებული დავლოცოთ. გთხოვ დაბრძანდეთ. ფეხზე ადგომა არაა საჭირო. ცოტა ხანს ფეხზე დგომა არ გვაწყენს. მე ლაპარაკზე ცოტა უკაცრავად ვარ. მაგრამ ორი სიტყვა მაინც უნდა ვთქვა. შენ გაგიმარჯოს. ქარხანაში შენს მოსვლას გავუმარჯოს. წინ გაგვიძეხი. და ვით შეგარცხვინოს. მარჯვენა გაუქმე. ასე მტერი დაგეცალოს. აბა, ერთ ხმად დავლიოთ, ლევანს ნუ შევაწუხებ. იდღეგზელე ლევან. გაგიმარჯოს ლევან. შენ გიცოცხლე ლევან, შენს მარჯვენას გაუმარჯოს. მადლობთ. მადლობთ. დღეგრძელობისათვის მადლობა მომიხსენებია.
ბევრს არც მე გავაგრძელებ. ჩვენ არ შეგშვენის სიტყვებით კეკლუცობა. ერთს კი კეთბით. ქარხანას ნამუსიანი კაცი უყვარს. როგორც სანგარში ჯარისკაცი ჯარისკაცს ვერ უღალატებს, ისე მეფოლადეს არ უნდა უღალატოს. მოდი, ერთმანეთს არ უღალატოთ. კარგი სიტყვა. საქმეში გაგიმარჯოს. ოჩა, იცოცხლე. აბა შემდგარი მიიწით მეგობრებო. რა იყო ლექსო, რად მოგიწყენია? ლექსო ჩემი ბიჭის ნათლია. თორემ დღეს არ იყო აქ მოსვლის ბუნებაზე. რა მოხდა? შეგემთხვარ რა? ცოლი ყავს ავად. სერიოზული ხომ არაფერი სჭირს. რა ვიცი. სიმსივნისა ჯობ. ექიმსაც ვერაფერი გაუგო. ბავშვები ყავს? ორი ქალი და ერთი ვაჟი. ღირიანმა ექიმმა თუ ნახავენ. რუსთავში ყველა ნახა. ეჩის თბილისში დააწვინა. ჩემი ტელეფონის ნომერი იცი? საიდან მეწოდინე? ხვალდილი და მერეკე. დედა ჩემი საავადმყოფოში დავაწყო. საუკეთესო ექიმებს გავასინჯი. ნუ მოიწყენეთ ხალხო. უშიშილი გურჯანი უშიშილი გურჯანი და ამისოდ გახვიდეთ იოლად. სუდათ არის. გულიათ. რას ბოდავ? მომეცი აქ. გიორგიაძე გისმენთ. ავარია? პირველ ბრძნეთში? მერე და თვალები სად გქონდათ? ახლავე მოვდივარ. ადამიანო, შენი წასვლა ახლა შეიძლება. არი ბატონო, მოვკვდი ამდენი ცეკვით. ბატონო, არ შეიძლება დილიდან საღამომდე ცეკვა ვაჭამეთ რამე. ახსო. ვიდი. არ ცეკვა. გამოდი. არ ცეკვა. იცეკვა იქნება მოგშივდეს ბიჭო. ნადია ყიფიანი. კონსერვატორიის სტუდენტია. ღმერთივით გოგოა, რაც მართალია. შეგიძლია საქმეზე დაადგინა, რომ ნათია მეკავაცი. მაგაზი ადგილი რა?
პიანისტი გვეგონეს თურმე მღერით. აუცილებლად უნდა მივუწოდო. მე მინდა შევსვა სადღა გრძელო. ამ შვენიერი გოგონასი, რომელიც მარტო პიანისტი კი არ ყოფილა, მომღერალი ყოფილა, შვენიერი. შესანიშნავად მღერით. ეგ დღეს გონებ 12 ჯერ მოვისმინე. მე 13 არა ვარ. მე ლევან ხიდაშელი ვარ და თქვენს რაც ვიგრძებ. ცუდად არ გამიგო. მარინე, რატომ გამოთიშე? გვეყოფა ცეკვას ჯობია ყავა დავლიოთ. ბოლოს და ბოლოს ნათიას სტუმარია და ცეკვით ხომ არ მოხდა. ჩემი გულისთვის ნუსტუ ხდები. მე მაინც უნდა წავიდე. ნათია ლევანიც მიდის, მანქანითაა, ლევან. ნათიას ვერ წაიყვა. დიდი სიამოვნებით. მიდი ხარ ლევან. იძულებული ვარ წავიდე. ერთი კაცი მყავს სანახავი. ხვალ გაგრაში მივდივარ ლევან. შენ პირველ სვლაში იქნები და ვერ გამაცილებ. 1 საათში აქ ვიქნები. დავიდე. არ მიდი? დასწავა, შოფერი გაგზავნა საჭმელზე. არ წავა და ნუ წავა. მიცადო სანამ არ მოსწინდება. სამი ღუმელი უკვე მზადაა თუჯის ჩასასხმელად. თუჯი არა გვაქვს. გუშინ ბრძნე საქმეს კი არ თხოვ. ვიცი, მაგრამ აბა რა ხნა? აფრინი ალალიო. გეგმას რომ ვერ შევასრულებ ეგანთაზე მიშველიც? გეგმა უნდა შეასრულო. მაშინ ნინებეთ და მთავარ ინჟინერს დაურეკავ. მაშინ მე დაურეკავ. შედინება? ისმენთ? ბატონ მიხეილს თხოვეთ, ქალბატონ. ნახევარი საათის წინ დაიძინა, ვერ გავაღვიძებ. სასწრაფო საქმე მაქვს. გირგაძეგის. ლევან ხიდაშელი გირეკავთ მარტენიდან. კიდე მოხდა რამე? სამი ღუმელი მზადა მაქვს თუჯის ჩასასხმელად. თუჯი კი არ არის. შენ იცი რომ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავ. ვიცი ბატონო მიხეილ, ვიცი, მაგრამ საქმე თავისას ითხოვს. მიქსერში კიდევ არის თუჯი. გაეცით ბრძანება რომ მარაგიდან გადმომისხო. მიქსერიდან თუჯს ვერ მიიღებ. მაშინ სამი ღუმელი 2-2 საათით გამიცდება. მერი ამოკაჩე დრო. ნამდვილმა მეტალურგმა ყოველთვის უნდა გამონახოს გამოსავალი. მე მეტალურგი ვარ, ილუზიონისტი ხომ არ გონი ვარ. თუჯი 2 საათში იქნება და დაელოდეთ. მარაგიდან მისხალს ვერ გავცემ. გეგმა კი უნდა შეასრულოთ. გასაგებია? გასაგები მხოლოდ ერთია. თუ თქვენ თუჯს მარაგიდან არ გასცემთ, სამი ღუმელი 2-2 საათით მოწდება და ეს იქნება თქვენი უაზრო პრინციპულობის შედეგი. როგორ მიდედავ? ეს საუყვირდები. ხუბო. ხვალისევით იქნება ყველაფერი. გაანებეთ თავი, გაჩუმდი. რაც უნდა გავჩუმდეთ. დღეს გავჩუმდები. ხვალ უარეს იზამენ. ეს დაო. ამ ღუმელში კინა პირდაპირ ხეძეა ჩატვირთული. მეშვიდეში კი თხიერი თუჯი სიმჯარზე დაუსხავს. ოპერაციები რამდენი ქულითაა შეფასებული? 10 ქულა აქვს, ჩაჭიკჭიკებული. ჟურნალი მაჩვენე. რა შეესაბამება? ჟურნალი მაჩვენე მეთქი. რა გნება? 10 ქულა რომ ჩაგიწერია. შეამოწმე რა ხდება მე-5 და მე-7 ღუმელში, ა? შევამოწმე? ახლავე წამობრდანი სამფროს უფროსთან, დანარჩენს იქ მოგახსენე. რა მოხდა? წინა ცვლაში მე-5 ღუმელში რკინა პირდაპირ სუფთა ქვედზე ჩატვირთეს. მე-7-ში კი თუჯი ცივ ჯარზე დაასხეს. ღუმელის დაზიანებას რომ თავი დავანებოთ, საათნახევარი ჩვენი ცვლის ხარჯზე მოიგეს. ამან კი ოპერაციები 10 ქულით შეაფასა. ეს მართალია? მოგმართავთ თქვენ ამხანაგო ელიცბარ და თქვენც ამხანაგო ზურავ, როგორც პარტბიუროს მდივანს. ჭკუა ასწავლეთ ამ ვაჟ ბატონს. მსგავსი ამბავი რომ განმეორდეს, იცოდეთ სხვანაირად გავცემ პასუხს. გისმენ ბატონო მიხეილ? კარგი ჯიბირი ხავს ეგ ლევან ხიდაშელი. გადაუსხი თუჯი მარაგიდან. მუშაობას ნუ შეაფერხებ.
ბატონი ბრძანდებით. გაეცით თუ ჯიმიქსერიდან. ახლა დაბრძანდით. და ახსნა განმარტებითი ბარათი დამიწერეთ. ლევან ხიდაშელს რომ ამას უბედავენ, სხვას რაღაც უზენ. ასე მუშაობა შეუძლებელია. საჭიროა მკაცრი ზომების მიღება. მარტო სიმკაცრეს საქმეს ვერ უშვერის. იქნებ სხვა რამე ვიყოლოთ. მაინც რა? საერთო გეგმაზე უნდა გადავიდეთ. ჩვენი ქვეყნის ბევრი მეტალურგიული ქარხანა გადავიდა მეთოდზე და შედეგიც კარგი მოიტანა. მართალია, დიახ, მართალი, კარგია, მართალი. აბა ერთი დაუკვირდით, ვინ იძახს მართალიაო? ანზორ სამადაშვილი, გაიო დაბდალაძე, მათი ოსტატებიდან მეფალადე. რამასაც დაბანახო რომ გეგმებს ასრულებენ. მერე დავსდე და ვილაპარაკობ საერთო გეგმას. ხიდაშელის ცვლამ გეგმა 130%-ით შეასრულა. გაიოზის ცვლამ კი 90%. პრემია კი თანაბრად გაინაწილონ, არა? ვაი, საყვარელო. თუკი ხოთარხნებში არ ხდება ასე? ხოთარხნებში რა ხდება, მე არ ვიცი. მე ის ვიცი კაცს თავის გეგმა რომ ვერ შეუსრულებია. სამუშაოს გულს არ უდებს და ხლაბუს არაფერი ურჩევნია. აი ვაშ ბატონმა თუ გაიგო, სხვის სინაოფლარი ლუკმა თანაბრად შეხვდებაო, მოგჭა მაჭირი. ზარმაცობა მაშინაც. შეიძლება მეც გამოხდა შენია. ბრძანეთ. თუ გეგმა რომ გულზე არ გეხატებათ, გასაგებია. საქმის ასე წარმართვა წყალს ზარმაცების წისქვილზე ასხა. მართალია, მართალი. ეს რიგი ამხანაგებო წყნარად. და მაინც უნდა გითხრათ ამხანაგებო, რომ საერთო გეგმა ასე ცალმხრივად არ უნდა გავიგოთ. მე აზოვსტალში მუშაობდი. ჩემს წამოსვლამდე ნახევარი წლით ადრე საამქრო საერთო გეგმაზე გადავიდა და შედეგებიც გაცილებით გაუმჯობესდა. დამეთანხმებით რომ ხშირად როცა ცვლაში გავდივართ, წინაცვლის მიერ ცუდად ჩატვირთული ღუმელები გვხვდება. მე თქვენ გეკითხებით, ხშირია თუ არა შემთხვევა, როცა ცუდად შემთხვარ კაზმზე თხიერი თუჯი დაუსხამთ. ვინ დასრულით? უხარისხოდ ჩატვირთული ღუმელები და ცუდად დაწყებული დნობის პროცესი შემდგომი ცვლის გამოსასწორებელი და თავსატეხი ხდება. მეფოლადეები ერთმანეთს გადაეკიდნენ. ზოგიერთებმა იცხუბეს კიდეც. როცა საერთო გეგმა იქნება, მაშინ ყოველი მეფოლადე, ყოველი ოსტატი შეეცდება ღუმელი წესიერად ჩატვირთული გადააბაროს მომდევნო ცვლას. რადგან მას ეწოდინება, რომ ხელფასის გამომუშავებისათვის მნიშვნელობა ექნება არა მარტო მისი ცვლის მუშაობის ხარისხს, არამედ მომდევნო ცვლის მუშაობის ხარისხსაც. აქ საერთო პასუხისმგებლობისა და ურთიერთმდობის საკითხი დგება. მე არ მეშინია ამ ახალი წინადადებისა, იყოს საერთო გეგმა. ეს იმას ნიშნავს, რომ გენდობით. აი ვინ უნდა იყოს სამყაროს უფრო. ცხოვრება წარმოუდგენელი სისწრაფით მიდის წინ. მის მხარდამხარ უნდა იარო. ერთი ნაბიჯითაც თუ ჩამორჩი, განზე გადეგი. ხელი არავის შეუშალო. მე ალბათ უკვე ბევრს უშლი ხელს. ალბათ დადგა ჩემი პენსიაში გასვლის დროც. რა მოხდა ელიზბარ? გაწყენინეთ რამე? დავიღალე. მეტი აღარ შემიძლია. მარტინს ახალგაზრდა კაცი სჭირდება. მაშინ სხვა ადგილზე გადაგიყვანთ. ცენტრალური ლაბორატორიის უფროსად. არა. ყველაფერი აღწ უნდა დავწუნე. ქარხნიდან წასვლა საბოლოოდ გადავწყვიტე და კიდევაც შევეგვე ამ აზრს.
ძალიან გთხოვთ ბრძანება გამიფორმოთ. ვფიქრობ, ვინ გამოდგება სამქროს უფროსად? ლევან ხიდაშელი. ჩემს ბებიას კარგი გემოვნება აქვს? შესანიშნავი. რატომ მეკითხები? მაინტერესებს თუ მოვეწონები. მენი საქმეა. მაინც გითხე. როგორ ფიქრობ, მოვეწონები? იმისი. მე მაინც ღელავ. ნუ გეშინია, მე შენ მხარეზე ვიქნები. ნათიო! მე ცოტა მეხსიერება მღალატობ, არ მახსოვს სიყვარული აგიხსენი? გონი ამიხსენი, სამწუხაროდ დამავიწყდა, რაგი პასუხე. ეცადე გაიხსენო. შევეცდები. მეგონა ასპირანტურაში შეხვიდოდით და კათედრაზე დარჩებოდით. პროფესორ გორდელაძეს თქვენი დიდი იმედი ჰქონდა. ნამდვილი მეცნიერი გვეძდება. მე ქარხანაში ვამჯობინე მუშაობა. კაცი თუ მეტალურგი ხარ, ქარხანაში უნდა იმუშაო. აბარა გეგონა ჩემო მიხეილ. მე და ხიდაშელი ძველი ნაცნობები ვართ. მეც და მიხეილიც ძალზე კმაყოფილნი ვართ თქვენი მუშაობით. ჯერა მომავალში კიდე უფრო გაგვახარეთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ წარგადგინოთ მარტენის საამქროს უფროსის თანამდებობაზე. ბატონო მიხეილ, მოგელავთ ლევან. ეს თვითონ ელიზბარის სურვილი. ლევან, წადი და საქმეს ისე მიხედე, როგორც მარტენის საამქროს მომავალ უფროს შეეფერება. მალე მე და მიხეილიც გავალთ პენსიაზე. თქვენ ახალგაზრდა კაცი ხართ, ყველაფერი წინა გაქვთ. აბა თქვენიცით დინდობას დიდი გამართლება უნდა. ბიჭებო, ახალი ამბავი! აბა ამოჟაგრე! ხიდაშელი მალე საამქროს უფროსი გახდება. მართალია? მართალია, ახლა ეს მითხარით დღევანდელი დღით აღნიშნოთ, რა რა ვქნათ? ვქნა და მიულოცოთ რა სტუდენტები ვარ. ახლა ისიც არ დამიდოთ ყვავილები უყიდოთო. მუშაობის შემდეგ პირდაპირ რესტორანში გავარ. შენ ხომ რესტორნის ვედერაფერი გახსოვს? ეს დღე სულ სხვანაირად უნდა აღნიშნოთ. როგორ? როგორ და ეს დღე ისე უნდა ვიმუშაოთ, როგორც არასდროს. რომ თვით ხიდაშელს გაუკვირდეს. შესძლე! რა მოხდა, თუჯის ჩასხმას რატომ აგვიანებ? თავს სუდად გძნობ უბროსო. შენ უნდა გამიშვა. თუ ცუდად იყავი, რატომ თავიდან არ მითხარი? ამ დროს ღალატი შეიძლება? მხოლოდ შენი ხუმელი ჩამორჩება. აბადიე უბროსო. მაშინ გაბადიებ, როცა დროში ჩაეტევი. ისი ეს? ლექსოს გუშის სოფლიდან ზმაკაცები ჩამოვიდნენ და ცოტა მეტი მოუვიდა. დიდი ცოტა საათამდე უსვა. აბა ერთი დამიძახე? მეგონა იცოდი. ისი არ გამოვიდეს რომ? შენ რასაც გეუბნებიან ის გააკეთე. მთელი ღამე სმაში გაგიტარებია.
სოფლიდან ათისეები ჩამოვიდნენ. სხვანაირად არ შემეძლო. ის კი შეგეძლო, რომ სამარცხვინო ჩამორჩი. წაბრძანით, ჩვენ მიხვედათ შენს ღუმელს. ნუ მიწყენთ უფროსო. ვეცდები და დროს როგორმე ამოვკაჩავ. პატიოსან სიტყვას გაძლევთ ამოვკაჩავ. ღმერთმა ხომ იცის, თქვენთვის სიცოცხლეს არ დავიშურებ. დროში რომ არ ჩავეტიო, განა არ ვიცი. დღეს ეს ღალატი იქნება. აბა შენ იცი? ჩარა თუჯი. ჯერ ჯართი არ გამდრა. საღიფო თუა? არაფერია. ახლა მთავარია დრო მოვიგოთ. მიდი. ლევან! ოჩაღ ლევან, მომიმოწავ ბიჭო. რა ამბავია? რა დაგემართა? რა მოხდა? არაფერი მესმის. რა ამბავია და გილოცავდი. რას მილოცავ? ვითომ არ იცი რა გილოც. ჭკვიანი ხალხი მეგონი. თქვენც დაიჯერეთ ეს სისულელი. კი ცირას გეტყვი? ექს-საკენგის სხვა ჩიტებს დავუყარე. მორჩეთ ამაზე ლაპარაკს. ვაჟას შინ იმერული ხვინუავს. ფლის დამთავრების შემდეგ ავიდეთ და აღნიშნოთ ეს ამბავი. ბატონო ლევან, საამქროს უფროსი ვთხოვთ. მოდივარ. ლევან. რა გემართება ლევან? ჩემი ბრალი. რა შენი ბრალია? ყველაფერი ჩემი ბრალი. რატომ არ გავაკეთე? რატომ? ძიმე დაშოვდა? შეიძლება ფეხი მოგვერთო. რომელ ღუმელზე მოხდა? მესამეზე. ხიდაშელის ყენას მოერიდა. ძალიან ჩქარობდა. თუჯი ცუდად გამდნარ ჯარზე დაასხა და ლითონმაც იფეთქა. პენსიას რამდენს დაუნიშნავენ? გააჩნია არ ჩაწერენ ოგში. არჩემაშვილი დამნაშავე არ არის. ეგ შეიძლება ყველა ჩვენგანს მოსვლოდა. ვარ თუ მისი სიმთვრალე დაიხვიონ ხელზე. მაშინ რა ეშველება იმ საწოდავს. ხიდაშელი მაგას არ იკადრებს. როგორ არის საქმე? ჯერ არაფერი. შედით, მოისმინეთ. ამხანაგო ლევან, პირადად თქვენ მიგაჩნიათ თუ არა იგი დამნაშავე? დიახ, დამნაშავეა. ლევან. წუხელის დილის 4 საათამდე სტუმრები ხვალე. დავაფლე შენ წასული. არ დამიჯერა. როდესაც ლითონმა გადმოხეთქა, ვერ ცნება თუ ნამთვრალები კაცის რეაქცია. ტექნიკური კომისიის ხდომა ცვლის დამთავრების შემდეგ დავნიშნოთ. ახლა საქმეს მიხედეთ. რა ქენი ლევან? კაცი გასწირე. გავწირე? ხომ იცი შენი სიტყვების შემდეგ პენსიას როგორ დავუნიშნავენ? მე სიმართლე ვთქვი. შენ არასდროს არ გინდა გაამწმუნო ლევანი ვაჟი. ლევანს მე არც ვამტყუნებ, არც ვამართლებ. ეს ისეთი საქმეა, დაუფიქრებლად ლაპარაკი არ შეიძლება. მე ბევრი ვიფიქრე. მაგრამ ლევანის გასამართლებელი ვერაფერი ვიყო. კანონის ძალით ლევანის სამართლიანად მოიქცა თუ არა? საკითხავი. აქ საეჭვო არაფერია, კანონის ძალით სწორად მოიქცა. მე არ ვიცი იყო თუ არა მე ფოლადე დამნაშავე. ლევან ხიდაშელსაც არ დაუნახია როგორ გადმოხეთქა ფოლადმა.
ფაქტიურად ვერც მეფელადებმა შენიშნეს სინამდვილეში რაც მოხდა. ეგ რომ სხვა მეფელადეს მოსვლოდა შეძლებდა ხიდაშელი დაემტკიცებინა მისი დანაშაული. ამ შემთხვევაში კი ლევანს ერთი კოზირი ჰქონდა, ნარჩემაშვილი ნამთვრალევი იყო და მან ეს კოზირი ბოლომდე გამოიყენა. ჩემზე უკეთ მოგეხსენება ქარხანაში არსებულ დაუწერელი კანონი, უბედური შემთხვევის დროს მთელი კოლექტივი დაზარალებულის მხარეს იჭერს. ის კაცი მოიქცა ისე როგორც ძიროდა, მოიქცა კანონის თანახმად. ეს კვირწმენის ამბავი. მის ადგილზე შენ როგორ მოიქცეოდ? მე? ხო, შენ. ამის თქმა ძნელია. არავინ არ იცის განსასწელში როგორ მოიქცეო. იხტიბარს არ იტეხ, თორემ ძალიან კარგად იცი როგორც მოიქცეო. მე დვალიშვილი ვარ, ის ხიდაშელი. ჩვენ შეიძლება სხვადასხვანაირად შევხედოთ ერთსა და იმავე მოვლენას. ფაქტი ერთია. იგი კანონიერად მოიქცა. კარგი. მაშინ კითხვას სხვანაირად დაგისვა. ლევან ხიდაშელი სხვა დროსაც ასე მოიქცეოდა? რას ნიშნავს სხვა დროს? იმ ადგილზე რომ არ ყოფილიყო წარდგენილი, მაშინაც ასე მოიქცეოდა? რეზო. შენ გესმის რას ამბობ? სამწუხაროდ ესმის. არჩი. როგორ არის? ესე იქნა ჩემდერი. ახლა მაგათ ფული შეერდება სამქროს შეუგროვოთ. ოჯახში თუ აქვთ რამე? არა უნდა გქონდეს ამ თვითცოლისა და სამი შვილის პატრონს. ვისაც რამდენი შეუძლია იმდენი დადოს, არავის დააძალოთ. ჩემგან აი ეს იყოს. აქ ძალიან ბევრია უფროსი. სალაბარაკოთ არღის, მის ცოლს მიეცი. თავი კი იმის. როგორ არის საქმე? დანამდვილებით რაიმეს თქმა ჯერწნელია. ფიქრობ ფეხის მოჭრა არ დასჭირდება, მაგრამ ქარხანაში მუშაობას ვეღარ შეძლებს. თუ რამეა საჭირო ექიმო, ყველაფერს გავაკეთე. იქნებ თბილისიდან ჩამოვიყვანოთ ვინმე. მე მგონია ყველაფერს ჩვენ გავწვდებით. სად არის ამდახოს? ახლა ის კეიფის ხასიათზე იქნება? ჩვენ რა ვქეიფობთ? ალბათ საავადმყოფოში წავიდე. შენ მართალი ხარ. თბილისიდან ფული ჩამოიტანა. საავადმყოფოში იქნება. თუ დახმარება უნდოდა, ასე არ მოიქცეოდა. მედიკო ნუ დაგტანჯე, მოგვიტანე რაც გაქვს. მომაკ. მივთით ბიჭებო, სანამ ცხელია. ლევანი მოვიდა. გამარჯობა ლევან. გამარჯობა მედიკო. მოდი ლევანი. გამარჯობა. დაბრძანდი ლევან. დააყოლე რამე. როგორ არის? ფეხს ალბათ არ მოშერია. ალბათ კი არა, ნამდვილად არ მოშერია. მუშაობას კი ვეღარ შეძლებს. ბავშვებმა მომიკლეს გული. საავადმყოფოს ტელეფონში ვნახე. მაინც რა საცოდავად მიყუჟულებდნენ დედას. მეტავი ის ბავშვები ადრე გენახა. მაშინ ალბათ ლუკმაბურს არ წართმედი. ისე ჩათვალე, თითქოს ეს მუშტი ჩემთვის დაგერთხას. რეზო შენ ახლა ნასვამი ხარ და რას ბოდა ვარ გესმის? ნასვამი შენ თვითონ ახლა. რეზო მთვრალი ხარ? მე არ ვიცი ვინ ხართ მთვრალი და ვინ ფხიზელი. ოღონ გაფრთხილებთ. მსგავსი და მეორეთ აღარ წამოგწდეთ. ვინც შეგიშინებია ის შეაშინე. რასაც ფიქრობ პირში გეტყვი. შენ სხვა დროს ამას არ გააკეთებდი. შეგეშინა საამქროს უბრალოდ აღარ დამნიშნავენო. შენ ახლა გალეშილი ხარ. ეს სიტყვები ყოველას უნდა გამიმეორო. ეს მის ყოველას უნდა ფხიზელი. მე ვიცი. როგორ გინდა? სადაც გინდა იქ გიმეორო. იქნებ შენ თანაუგრძნობ რეზოს. თუ დამიმალა. ჯობია ყველაფერი პირში მითხრა, როგორც ეს ჩემად ძმაკაცმა გააკეთა. კარგი დაწყნართი. დაწყნართი. დაწყნარება ადვილია.
სხვის საქმეში ჩარევა კიდევ უფრო ადვილი. ბაჟა. წარჩემთან. იგაცილებ, ლევან. არა, ჩემთან უნდა წამოხვიდე. სათქმელი მაქვს. შენ იცი ეს რა არის? ვიცი, წარიკითხე შენ სტატია. მოგიწონა? ძალიან. შენ ხომ გჯერა რომ ხალხი ასეთ გამოკვლევებზე სადოქტოროებს იცავს? ჯერა. ჩემი დისერტაციის თემა გახლავს. როგორ შენ დისერტაციის დაცვას აპირებ? დიახ, ვაპირებ. თუ დისერტაციის დაცვა გინდოდა, აქამდე შესულიყავი ასპირანტურაში. მე შემეძლო ასპირანტურაში შესვლა, მაგრამ არ მოვინდო. რატომ? არ მინდოდა პროფესორ გორდელაძის მონა გამხდარიყავი. რატომ გაოცდი საყვარელო? თეთრი ზანგებიც არსებობენ ამ ქვეყანაზე. მიბრძანდი პროფესორ გორდელაძის კათედრაზე, მისი თანამშრომლები ვირებივით მუშაობენ, მათ სახელებს კი ბატონი პროფესორი სკოლიოში თუ მოიხსენიებს. ასე უნდა გასულიყო წლები. ეს მაშინ, როცა თვით სტუდენტობის დროსაც ვგრძნობდი, რომ გორდელაძეზე მაღლა ვიდექი. შეიძლება ის მაშინ ჩემზე კარგი სპეციალისტი იყო. გეთანხმები, სამაგიეროდ მე მასზე ძლიერი ვიყავი როგორც პიროვნება. ნიჭით, საერთო განათლებით, ინტელექტით, პრობლემებით, მოთხოვნილებებით. მე პროფესორ გორდელაძეზე ისეთი თვისებებით ვიდექი მაღლა, რომლებსაც იგი ვერასოდეს ვერ შეიძებს. აი, წლების მანძილზე ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი ხელმძღვანელი. სპეციალობის ძირფესვიანად დაუფლებისათვის რუსეთის ქარხნებში წასვლა ვამჯობინე. თავი არ დამიზოგავს. 3 წელიწადში თითქმის ყველა მარკის ფოლადი გამოვადრე. მერე რუსთავში ჩამოვედი. აქაც კარგად ხედავ, დღე და ღამეს ვასწორებ. ჩემთვის არ არსებობს კონცერტები, კინო, თეატრები. მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობის კაცს შეეძლო ასეთი შრომის ატანა. დღე და ღამე საამქროში ვեղდი. მუშებს თავს ვევლებოდი. მათი ავადმყოფი ბავშვებისა და ცოლების ექიმებზე დავრბოდი. არახს მათთან ერთად ვსვამდი. შენ როგორ გონია მე ეს ძალიან სიამოვნებდა? როგორც კი საამქროს უფროსად დამნიშნავენ, დისერტაციას წარვადგენ. 6 საათის ნაცვლად 4 საათს დავიძინებ და სადოქტოროსაც მოვამზადებ. ნუ გონიათ ქარხანაში დაბერებას ვაპირებ. მე ჩემი დიდი გზა მაქვს. დიდი მიზნები. და ახლა, როცა ყველაფერი ჩემი გეგმით მიდიოდა, როცა უკვე ფონს ვიყავი გასული, ერთმა ღამე ნათევმა მთვრალმა კინაღამ წყალში გადამიყარა ყველაფერი. რაში მადანაშაულებს რეზო? რაში? იმაში რომ სამართლიანად მოვიქეცი? რეზოს რა ენაღვლება? აბა თვითონ გადაეტანა ამდენი. მაშინ ვნახავდი რა ხმაზე ამღერდებოდა. ფული რატომ ისესხა? არჩემაშვილის ოჯახს გაუგზავნე. რამდენადაც ვიცი, ბევრი ისესხა. ჩემი 9 წლის ხელფასი. რატომ ეკითხები? მე აღარ მჯერა, რომ შენ არჩემაშვილის ოჯახი გეწოდება და ფული იმიტომ ისესხა. აბა ერთი ბოლომდე მითხარი შენი სათქმელი. თურმე ისიც კი არ გინდა საკუთარ თავს გამოუწყდე დანაშაულში. შენ გინდა მორალურადაც მართალი იყო და ამ ქველმოქმედებას იმიტომ ეწევი. ვაჟა ფრთხილად. არ მეგონა თუ ასეთი პატარა კაცი იყო. კიდევ გაიმეორე. კიდევ გაიმეორე თუ ბიჭი ხარ. ვაჟა. 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 წარმომაყენე.
ვაჟა. აპატი. ეშე ეცოდები ლევან მოდი შემოდი ლევან დიდი ხანი არ მინახი ხარ. სად დაიკარგე ბიჭო? შეიძლება ასე მოგვანატრო თავი. ბოლოს და ბოლოს გაგახსენდით? დასალევი არაფერი გაქვს? ცივი შამპანური. მერე და რაღაც უყურებ. მოიტანე. მოიწი თუ გინდა გაგოცო მაგ პარაქიემ ხსარში. აბა, გეყოფა. რაც მართალია, მე აზიელი ვარ და მიყვარს ჭიშიანი ქალები. მატულო გეტყობა მაგარი ნაყლაპი ხარ. საკმარისად. საწვიმდა. წვიმდა და მე როგორ. თუმცა ნუ ყველაფერს გამახსენებ. სად ბრძანდებიან ქალბატონი თინათინი და ბატონი პლატონი? სტუმრად არიან, სადაც ამოვიდა. შენ ჩემს გვერდით რატომ არ ზიხარ? ახლავე დაჯექი აქ. აი ასე. ბარემლოყაზეც მაგოცე. ახლა დავლიოთ. არ შემიძლია შამპანური ცუდგუნებაზე მაყენებს. ცუდგუნებაზე? მით უკეთესი. მე მინდა დღეს თქვენს ცუდგუნებაზე იყოთ. აბა დავლიოთ და მერე ყველანი ცუდგუნებაზე ვიქნებით. გაუმარჯოს ცუდგუნებას. მარინე, მეორე ბოთლიც მოიტანე. ჩვენ უკვე გვაგვიანდება. აბა წავედით. ჩვენც წავიდეთ სადმე გავისეირდით. არა მაქვს ახლა შენს მშობლებთან ფრონტკვის თავი. მოიცა, კაბას გამოვიდა. ამ კაბაშიაც მშვენიერი ხარ, ლოდინის თავი აღარ მაქვს. სწრაფად. ამალიონზე რატომ შეწუხებულ ხარ, პლატონ ბატონო? შენ კარგად იცი, მე ზედმეტი ლაპარაკი არ მიყვარს. ისიც იცი, რისთვის ვარ მოსული. მე შენი გადაწყვეტილება მაინტერესებს. მე თვითონ მივხედავ საქმეს. დღეს დილის ცვლაში გავდივარ, მუშაობ 4 საათამდე. საღამო 7 საათზე გიახლებით და გთხოვთ ქალიშვილის ხელს.
მინდა წინასწარ ვიქონიო იმედი, რომ უარით არ გამომისტუმრავთ. მარინე გამომაპაროთ ხომ? სიძე სად არის? სად არის სიძე? გახსელი შამპანიური? რომ არ მოვიდეს რა ვქნათ. მოვა, თავის ფეხით მობრძანდე. მაინც რატომ ხარ ასე დაჯერებული? ამას ბატონებო, ლევან ხიდაშელი. ძიძეს ალბათო თინათი ნება მიგოდეს მოგივლო როგორ გეკადრებათ ქალბატონო თინათი მე თვითონ ვეახლები მარინე მე მინდა თქვენს მშობლებს მოველაპარაკო მაბატიეთ მეგობრებო ქალბატონო თინათი ნება მიბოძეთ დაგიძახოთ დედა და შემოგთავაზოთ ჩემი ხელი კარტი ვითამაშოთ. ბავშვებო, მოდით კარტი ვითამაშოთ. აქ თუ ცირკი არ დატრიალდება. იმასაც ნახ. პლატონ. გისმენთ. პირიქით, მე გისმენთ. ხომართლა, მე გთხოვთ ქალიშვილის ხელს. მარტო რატომ მოხვედით? მშობლები, მეგობრები ვერ მოიყვანეთ? გამიგონია, კაც მხოლოდ ერთი მეგობარი შეიძლება ყავდესო. მე ის ერთი მეგობარიც არ აღმომაჩნდა. ხელს ხვალ მოვაწერთ? მე ხვალისთვის მოვასწრებ საქორწინო სამზადis. მოვასწრებთ. კარგი იქნებოდა ამ საკითხებზე მეც შემთანხმებოდით. ვფიქრობ, სათათბირო ხმა მაინც მეკუთვნის საკუთარი ბედნიერების დღეს. მე ქორწილის წინააღმდეგი ვარ. რას ნიშნავს ეს? რა სიტყვის ხალხი? სჯობია საქმეზე მე და თქვენ ვილაპარაკოთ. ქორწილი რატომ არ გინდათ? ახლა საქორწილო, არც ხალისი მაქვს და არც განწყობა. ღმერთო ჩემო, რა კარგად მქონდა ყველაფერი მოფიქრებული. ქორწილის შემდეგ საქორწინო მოგზაურობაში უნდა წასულიყავი. ამ ზაფხულს ვერსად ვერ წავა. დისერტაცია მაქვს წარსადგები. კი, მაგრამ ბავშვმა მთელი ზაფხული აქ უნდა გაატარო. თუ თვითონ სურს, ვინ უშლის წავით ეს დასასვენებლად. ეს როგორ შეიძლება? რა სიტყვის ხალხი? ამ ქალთან ლაპარაკი არ შემიძლია. გვაცალე, სისულელებს ნუ ლაპარაკო. მიყვირი გაიგონებენ. ძალიან მინდა ჩემი ქალიშვილი ჩემთან ცხოვრობდეს. მე ხომ ცხოვრობდა თქვენთან, მე რაღაც მერჩოდა. გთხოვთ სერიოზულად ველაპარაკოთ. სიამოვნებით. თქვენი ქალიშვილი ჩემთან იცხოვრობს. როგორ? რუსთავში რა გააძლებინე? თუ ვერ გაძლებს, ზადამილოს. ეს უკვე მეტისმეტია. მეტისმეტი რა არის, ეს მე ვიცი. ამ დილით თქვენ წამომიყენეთ ულტიმატუმი. ახლა ჩემი ჯერია. პირველი. თქვენი ქალიშვილი ცხოვრობს ჩემთან რუსთავში. მეორე, არავითარი ქორწილი არ გამაგონოთ. მესამე, ამ ოჯახში აღარ დავინახო ის უსაქმური და კრეტინი ხალხი თქვენს ქალიშვილს რომ ახვევია თავზე. ნათია სტუმარია შვილო შენთან მობრძენ მეცადინეობდი გონი ხელი შეგიშალე არა განაგრძე თუ გიყვარდე ვითომ აქ არ არა როგორ გეკადრებათ კონცერტისათვის ემზადები არა აფიშები უკვე გამოკლული
რა ბედნიერი ხარ. ღელა, ღელა. ბევრს მუშაობ? ბევრს. კონცერტზე ყველანი მოვდივართ. მადლობელი ვარ. როგორ მომწონ შენი ოთახი ნათია? ახალი ამბავი ალბათ გეცოდინება. რა? მარინე გათხოვდა. მართლა? ვის დაღვა? ლევან ხიდაშელს. ვის? ლევან ხიდაშელს. მეგონა იცოდი. შეუძლებელია. მე მეტი ყურადღება მინდა, გესმის? მეტი ყურადღება. მშობლების ჭერს მომაცილე. ამ ხანაგები გამირეკე. მათთან სიარული ამიგრძალე. და მის გამაგიჟოს მარტოობა. მე შენთვის ცოლობა არ მithოვია. ახლა კი კეთილი ნებე და ამიტანე ისეთი როგორიცა ვარ. რისთვის უნდა გიტან? შენი სიყვარულისთვის? 3 თვის განმავლობაში სამჯერ არ გაგივლიათ ჩემთან. ჩემი ხმის გაგონება გეზარება. ერთი სული გაქვს სანამ მოგცილდები. ხმა რამდენი დამცირება. მე წავალ. მაგრამ განანებ თუ ქალი ვარ. ამხანაგებო. ჩვენს შინაურ ცხოვრებაში პატარა ცვლილება მოხდა. ელიზბარ ხუნდაძე საკუთარი განცხადებით გავიდა პენსიაზე. ქარხნის ხელმძღვანელობამ მარტენის საამქროს უფროსის თანამდებობაზე ერთხმად დაუჭირა მხარი ლევან ხიდაშელის კანდიდატურას. თქვენს კარგად იცნობთ და მის დახასიათებას არ შეუდგები. იმედი მაქვს, ახალი კაცი ახალ ცეცხლს დაანთებს საამქროში. მეტი არაფერი. მე წავედი. მე დიდ პატივს ვცემ ჩვენი საამქროს ძველ უფროს, მაგრამ მუშაობის ძველი სტილი აღარ გამოგვადგება. თანამედროვე წარმოება მოითხოვს სწრაფ და ლოგიკურ მოქმედებას. დღეს მთავარია რიტმი, მთავარია ვიცოდეთ დროის ფასი. ერთად ვიფიქროთ და გავარკვიოთ, რა გვიშლის ხელს მუშაობაში. მერე კი გამოვძებნოთ ოპერატიული შეკრებების ხანმოკლე ლაკონიური მეთოდი. დაფიქრდით და ხვალისათვის წარმომიდგინეთ თქვენი მოსაზრებანი. ახლა კი თუ სათქმელი არაფერი გაქვთ, თავისუფალი ხართ. არჩილ, შენთან საქმე აქვს. მინდა მოგელაპარაკო. შენი აზრით, ვინაჯობებდა ჩემს ადგილზე რომ დავნიშნოთ ცვლის უფროსი. mums თქვენ გნება უფროსი თქვენ გძანდებთ. შენ რომ დაგნიშნოთ? მე ხო, შენ. ცვლის უფროსი ინჟინრის საქმე. მე მხოლოდ უბრალო ოსტატი ვარ. ლექსო არჩევაშვილი გადავიყვანეთ სახლში. დახმარებაზე უარი განაცხადა. ისედაც მადლობელი ვარ თქვენი. ძნელი გზაგანო თავის მიზანს მიაღწია თითქოს, მაგრამ რისკს. მხოლოდ ახლა დაფიქრდა ამას. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ თავის გეგმებს
ადამიანური ღირსება შესწირა. შესწირა მეგობრები და სიყვარული. შესწირა ნათი. საშინელი სიმრავლეის გრძნობა დაეუფლა. აქამდე მას არ განუცდია ეს. ახლა როგორ მომდა გვერ, მაგრამ ვინ? როდემდის უნდა ვიცნობთ მისი თავხედობა, როდემდის? ყველაფერი თქვენ თავს დააბრალეთ. მარინე სად არის? მარინე? გონი ჯუმბერლეკიშვილის სახელოსნოში უნდა იყოს. ძალიან სთხოვა გამოფენისთვის თქვენი პორტრეტის დახატვა მინდაო. ვინ გნებავთ? ჯუმბერ, გაიცანით, ჩემი ქმარია. სასიამოვნო. ოჩა. კარგად გიმუშავიეთ. თქვენს მეუღლეს ძალიან საინტერესო სახე აქვს. თქვენ ალბათ გინდოდათ გეთქვათ ჩემს ყოფილ მეუღლეს. კარგად ბრძანდებოდეთ. მაპატიეთ რომ დავარღვიათ თქვენი შემოქმედებითი მყუდროება.